საქართველოს როგორც ქვეყანა ხრება საქართველოს ნელა-ნელა მიზანმიმართულად ბიზინა ივანიშვილის უნიათობის პრორუსობის არაადეკვატურობის და ბევრი კიდევ სხვა რომ ვერ ვამბობთ ისეთი მიზეზის გამო იმ ისტორიულ მისია ფუნქცია სკარგავს რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა მეთქი ასე ვიტყვი და ახლა ხო აქვს და აქვს ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა რომ ამ მისიას ამ როლს ხო ხორცი ფრთები შეაცხა ხორცი შეაცხა ხო გაფრინდე მართლა როგორც სახელმწიფო შედგე საბოლოოდ როგორც ქვეყანა და როგორც სახელმწიფო და ბიზინა ივანიშვილი ამამულებს ასამშობლოებს ასოფლებს აპროვინციულებს ჩვენს ქვეყანას თავისი უკეთეს შემთხვევაში უნიათობით თუმცა ეს რატომ უკეთეს შემთხვევა სიმართლე გითხრათ არც ვიცი რეალურად კი რუსული მიზანმიმართული პოლიტიკით საქართველოს ხრება კიდევ ერთხელ ვიტყვი ახლა დავასაბუთებ რასაც გულისხმობ ამ ორ მტრიალმა იგითხარით გამოიწვია ძალიან დიდი არეულობები ჩვენს გარშემო და ჩვენს ქვეყანაშიც მაგრამ შესაძლებლობების ფანჯრების გახსნა ამა თუ იმ ქვეყნისათვის აზერბაიჯანმა მაგალითად ამ ორ მტრიალის დროს სწორედაც რომ დაიწყო შეტევითი ოპერაციები სომხეთზე და ის რაც ვერ მოახერხა მამა ალიევმა გენიალურმა პოლიტიკოსმა თუ გულახდილები ვიქნებით მოახერხა შვილმა ალიევმა ილჰამმა გასაკვირველია აიღო დროშა მამისა ჰეიდარისა და ჩაარჭო ეს დროშა ყარაბაღში რომელიც თავის მხრივ რუსების დახმარებით ასე ვიტყვი სომხებმა თავის დროზე გამოსტაცეს აზერბაიჯანს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან დღესაც აზერბაიჯანი იმტკიცებს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და გუშინდელი მტრები აზერბაიჯანი და სომხეთი პარტნიორები და ვინც ის საერთოდ ხვალ მეგობრებიც გახდებიან დიახ სწორედ სომხეთზე ვიტყვი ახლა ორ სიტყვას სომხეთის ლიდერის გენიალურმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის ლიდერის გენიალურ პოლიტიკასთან ერთად განაპირობა მშვიდობის დასადგურება კავკასიის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და რას ნიშნავს სომხური პოლიტიკა სომხური სწორი პოლიტიკა ფაშინიანმა თქვა რომ ეს იყო სიმსივნე უნდა მოვკვეთოთ ეს არ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენთვის სამაგიეროდ ამ სიმსივნეს მოკვეთის შემდეგ სომხეთი დეიზოლირებული იქნება სომხეთში რუსული გავლენები ნაკლები იქნება ან საერთოდ არ იქნება ნაკლები იქნება თუნდაც ნებავთ ვიტყვი ასე სომხეთი დაალაგებს ურთიერთობას თურქეთთანაც კი წარმოუდგენელი ამბავი ხდება 1915 წლის გენოციდის ამბავი დამოკლეს מחვილივით ეკიდა ამ ორი ქვეყნის ისტორიის მანძილზე ისტორიის განმავლობაში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში და ამასაც კი გადალახავენ სომხეთი და თურქეთი ამჯერად ერევანში რო ჩადიხარ და არარატის მთა რო ჩანს პირდაპირ ჩანს არარატის და სომხური იდენტობის ნაწილი და ის თურქეთის ტერიტორიაზეა არარატის მთა სომხები ამბობენ რომ ოღონდას კი ურთიერთობა დაალაგდეს აზერბაიჯანთან ცალკე და თურქეთთან ცალკე და ევროკავშირთან ცალკე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ცალკე და ურთიერთობა არ დაალაგდეს რუსეთთან ანუ რუსეთი დარჩეს ისეთად როგორც იყო სომხეთთან მიმართებაში წლების ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მზადა ვართ ყველაფერზე დავიხიოთ უკან კი სომხეთში დღესაც არის წინააღმდეგობის მოძრაობა დღესაც რევანშისტული ძალები მათ შორის ყარაბაღის დაბრუნების მომხრეები იბრძვიან ფაშინიანის წინააღმდეგ მაგრამ ამ პოლიტიკოსმა რომელიც იდენტობით პოლიტიკოსი სულაც არ იყო მოახერხა წარმოუდგენელი გააკეთა და სომხეთი პირველად გავიდა სწორ ბოლო პერიოდში ბოლო 100 წლეულების მანძილზე ყოველ შემთხვევაში პირველად გავიდა სწორ რელსებზე ისი მატარებელი ახლა ევროპისაკენ მიეშურება საქართველოს გავლით თუ არა მე მაქვს ამგვარი ფიქრი რომ ევროკავშირის წევრი სომხეთი ალბათ მაინც ვერ გახდება საქართველოს გარშემო თუმცა არსებობენ ექსპერტები რომლებიც ამბობენ რომ რატომაც არა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრიუსელში ჩვენს კი გადაგვახტება სომხეთი და სომხეთი რომელიც ბევრ რამეში დღესაც ჩამოგრჩება შეიძლება ჩვენზე წინ წასული იყოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და ევროპაში შესვლის თვალსაზრისითაც ილჰამ ალიევის ამ გენიალურმა პოლიტიკამ დაპყრობამ კი არა დაბრუნებამ ყარაბაღისა და სომხეთის გაჩუმებამ და სომხეთი გაჩუმებამ გაჩერებამ შეიძლება სუსტი სიტყვა არ არის მოკლედ სომხეთთან ურთიერთობის დალაგებამ განაპირობა ის რომ ევროპელები ცალკე და ამერიკელები ცალკე დაინტერესდნენ ამ რეგიონით და პრეზიდენტი ტრამპიც კი
ახსენებს კავკასიის რეგიონი, სულ ლაპარაკობს, ოღონდ ეს კავკასიის რეგიონი რეალურად სამი დამოუკიდებელი სუბიექტისაგან შედგება: საქართველო, წინწაწეული სახელმწიფოა, რასაკვირველია, მათ შორის დემოკრატიის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც ხო წარმოგიდგენთ არა სომხებს ჩამორჩებით ახლა მოცემულ ეტაპს, მაგრამ გარკვეულ რეფორმებში წინწაწეულები ვართ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია რომ ამერიკული ინტერესი იყოს განხორციელებული კავკასიის რეგიონში და კი ამიტომაც ტრამპი ლაპარაკობს კავკასიის რეგიონის 2/3-ზე, ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანზე და არა 3/3-ზე საქართველო ტრამპს პერსონალურად არ უხსენებია, ხოლო მარკო რუბიო მახსენა ერთხელ თუ მაქსიმუმ ორჯერ. საქართველოს გარეშე მეორე მხრივ წარმოუდგენელია კავკასიის რეგიონის განხილვა. მე ამ მოსაზრებას ვიზიარებ და ამ მოსაზრების პირველ მტკბელთა შორის ვარ. მაგრამ რომ არ გვახსენებენ, ესეც ფაქტია. გარდა შეერთებული შტატებისა, კავკასიის რეგიონით დაინტერესდა ევროკავშირიც, კონკრეტულად სომხეთი და აზერბაიჯანითაც, რამდენადაც აზერბაიჯანს უზარმაზარი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები აქვს და კიდევ შეუძლია კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ანუ მის ტერიტორიაზე მოახვედროს ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, მათ შორის თურქმენეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მძლავრი სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების ნაწილი, ევროკავშირი აზერბაიჯანსაც ელაპარაკება. აზერბაიჯანული გაზი თურქმენულ გაზთან ერთად, ბუნებრივ აირთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესოა სამხრეთ ევროპისათვის, იმ პირობებში, როდესაც აქ რუსეთი უნდა ვახსენოთ, თუ არ მიცხრით. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი დასანქცირებულია, რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისათვის შეზღუდული და საბოლოოდ აღმოფხვრილი და დასრულებული იქნება და ამ სანქციების მოხსნას რუსეთისათვის, როგორც რევანშისტული სახელმწიფოსათვის, არც არავინ აპირებს. ევროპას და სამხრეთ ევროპას განსაკუთრებით სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები და ალტერნატიულ მარშრუტთა შორის აზერბაიჯანი უალტერნატივოა. აზერბაიჯანი ალტერნატიულ წყაროებს შორის აზერბაიჯანი ალბათ მაინც თურქმენთან და ვინც ის და უზბეკეთთან და ყაზახეთთან ერთად სხვა შორის ამ ორ სახელმწიფოში დამატებით აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის დიდი რაოდენობა, დიდი საცავები არის, დიდი რაოდენობა და სათანადო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს ერთიანად დაიქსელება თურქმენულ გაზთან, რომელიც წარმოუდგენელი რაოდენობით არის და მერე უკვე აზერბაიჯანელს გაზ შემოერთება ტრანსკასპიური მილსადენით. აქაც ბევრი საკაბათო იქნება, რასაკვირველია, კასპიის ზღვის ზედაპირზე უნდა გაიაროს თუ წყლის ქვეშ უნდა ჩაიაროს მილსადენმა, გაზსადენმა, მაგრამ ეს ყველაფერი მომრგვალდება, მოთავდება ისე და ეს შეიკრება ეს წრე. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. აზერბაიჯანის გენიალური პოლიტიკის, ალიევის გენიალური პოლიტიკის წყალობით ევროკავშირის დაინტერესდა კავკასიის რეგიონი, როგორც კვლავ ვიმეორებ, 2/3 და საქართველოს მიმართებაში სულ ამბობენ ევროპელები, რომ ეს არ არის ადეკვატური გადაწყვეტა ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის ოდესღაც წინ ყოფი დაწინაურებული სახელმწიფო, ახლა რუსეთისაკენ მიდის სწრაფი ტემპებით და ემსგავსება კავკასიის ბელარუსს, შეგვიძლია დავარქვათ მას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოდინდელი პარტნიორი იყო საქართველო, ჩვენ მაინც ვერ თანამშრომლობთ მასთან. ევროპელები ამბობენ იმიტომ, რომ საქართველო არაადეკვატურია ადამიანის უფლებების, ზოგადად დემოკრატიის კუთხით და მათ შორის განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით. საქართველოს ღევანდელმა მმართველობამ ვინისის და ქიმიური იარაღიც გამოიყენა. საქართველოს ღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ამოქმედებულია ეუთოს ვენის არა მოსკოვის მექანიზმები. ვენისაც ამოქმედებულია და მოსკოვისაც. ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებაზე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არაადეკვატურია. ეს ხელისუფლება მხარს არ უჭერს უკრაინას და პუტინს ეკურკურება. ფლირტი აქვს ვინისის არა პირდაპირ მნიშვნელობით სექსიც. მოკლედ ფლირტი. ეს ხელისუფლება ეკურკურება ჩინეთს, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ძლავრი მოთამაშეა და სულ უფრო დიდი ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აწარმოებს ყველგან. და ეს ხელისუფლება არ არის ადეკვატური. ამიტომ ჩვენ ურთიერთობა საერთოდ არ აგვაქვს. ამ ხელისუფლებამ ვინისის და ქიმიური იარაღიც გამოიყენა, არჩევნები გააყალბა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე თქვა უარი, პოლიტიკას გრძალავს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მასთან ურთიერთობა არ აგვაქვს. იფხარი წავს ივანიშვილი და ივანიშვილის პაჟების უმრავლესობა და იხვეწება, რომ დაამყარეთ ჩვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ვართ კანონიერები. რეალურად კანონიერები რო არ არიან, თავადაც იციან, ხელისუფლება ძალაუფლებაში დარჩენა მათი იმიტომ უნდათ, რომ მეტი და მეტი მოიპარონ. მეტი და მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ მეტზე
და მეცზე პოლიტიკურ ოპონენტებზე მათ შორის აიღონ რევანში, დასაჯონ, გაანადგურონ. ივანიშვილის ვნება ეს პირდაპირ მნიშვნელობით და შესაბამისად სხვა ივანიშვილის ფრთებს მყოფი პირების ვნებუკებია ეს ყველაფერი. შეერთებული შტატებისთვის დემოკრატია თითქოს და მეორე ხარისხოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად ეს ქვეყანა თუნდაც ნაკლებად დემოკრატიული, ან ისეთი როგორიც არის, როგორ გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს და გეოპოლიტიკური თამაში კი არსებული ხელისუფლების არის ჩინურ-ირანული, ჩინურ-ირანულ-რუსული და შეერთებული შტატებისთვის ეს წითელი ხაზია წარმოიდგინეთ, ეს რომ იყოს წითელი ხაზის გადაკვეთა. თქვენ შეგიძლიათ ჩინელები შემოიყვაოთ ამა თუ იმ ბიზნესში. მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადაკლია გადასცეთ, თუმცა ეხლა ჩამოვართვეს, მაგრამ სამგვარი განცხადება კეთდებოდა ჩინელებისა იყო. გადასცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა გქონდეთ შეერთებული შტატებთან ურთიერთობის დაალაგების იმედი. აი ეს ისმის ვაშინგტონიდან მნიშვნელოვანი პერსონების მხრიდან თუ მიერ და კიდევ უფრო სერიოზული პერსონების მხრიდან თუ მიერ ამგვარ მესიჯებს კიდევ გავიგორებთ ჩვენ მომავალში. საქართველოს ხელისუფლებას თუ ევროპელები როგორც ანტიდემოკრატს უყურებენ, ამერიკელები უყურებენ როგორც ანტიდემოკრატს და არაადეკვატურს, ადეკვატური არ არის. მათ შორის საქართველოს ვერ იყენებს იმ ბუნებრივ ფუნქციას, მისია ფუნქციას, რომელიც დაბერტყილია ჩვენ ზედვარდ და ზემოთ 90-იან წლებში საქართველოს გეოპოლიტიკური მისია მამა ალიევთან ერთად და საკუთარ მეგობრებთან ერთად გაჩარხა ვიტყვი ასე და საქართველოზე გაიარა იმ ხანად და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო თბილისი ჯეიხანმა. აგრეთვე ერზერუმის გასცადენმა უკვე შემდგომ პერიოდში, ანუ შახდენისის პროექტი განხორციელდა და კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება შეიძლება, მაგრამ ამოწურვადია საქართველოს რესურსი 21 საუკუნეში ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე. ინფრასტრუქტურაში კი საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. ის გზა, რომელიც უნდა დამთავრებულიყო რამდენიმე წლის წინ, ახლა ბოლომდე ცენტრალურ ავტომაგისტრალს გულისხმობ, ბოლომდე დამთავრებული არ არის, გარდა ამისა არ არის გაბიჯდური სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გზები საბოლოო ჯამში. გასაკვირველია, ძალიან კარგ გზაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მეორე მხრივ ვლაპარაკობთ ინფრასტრუქტურულად მაინც გაუმართავ გზაზე, არა ისეთ გზაზე, რომელიც უნდა გადიოდეს შუა დერეფნის წამყვან სახელმწიფოზე, გაცილებით ფართო უნდა გადიოდეს და გაცილებით მეტი ალტერნატივაც უნდა გქონდეს ამ გზას. აღარ უნდა გზაზე კიდევ არ ვიტყვი არაფერს. რკინიგზაზე არაფერს ვლაპარაკობ, რკინიგზა, რომელიც არის სახელმწიფოსი, რომელიც არის ფულის მხაფავი და რომელშიც არანაირი სტრუქტურული, არანაირი კონცეპტუალური, არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა, რკინიგზა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. აქ არ მიიჩნიოთ, რომ მე ვლაპარაკობდე სამტრედიიდან ბათუმში როგორ ჩადიხართ სამგზავრო მატარებლით. ამასაც გულისხმობ, მაგრამ აქ უფრო გულისხმობ სატვირთო მატარებლებს, გამტარ უნარიანობას, ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე გულისხმობ ტექნიკურ მახასიათებლებს და მის სიმძლავრეებს, მათ შორის რელსებს, იქ უამრავი სპეციფიკა, ევროპულ ყაიდაზე უნდა იყოს მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თურქეთისთვისაც. რკინიგზა ჩვენ განვითარებული არ აქვს. საქართველოს ამ თვალსაზრისითაც ამის გამოც კარგავს საკუთარ ფუნქცია მისიას და არ დაგავიწყდეთ, რომ ამასობაში ხსენებული აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავკასიის დაინტერესების გამო კავკასიის ორ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და მათ შორის ერთ-ერთი, ან ყველაზე მთავარი არის ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საკუთარ პატრონაჟში აიღო, ანუ პატრონობს ამ გზას. პრეზიდენტი ტრამპი თვით ტრამპის გზა ჰქვია, სომხეთზე გამავალი, ზანგეზურის დერეფანს რომ უწოდებთ, ის გზა, თუმცა სხვა ტოპონიმიკაც არსებობს, ამიტომ თქვენი სტებართვით სწორედ ამ ტოპონიმიკით, ამ აბრევიატურა ტოპონიმიკით მოგახსენებთ მის შესახებ, ეს არის ტრიპი ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს ალტერნატივა არის თუ არა ჩვენი შუა დერეფნისათვის? არის, მეგობრებო. მით უმეტეს თუ შენ ამასობაში მას ვერ დაეწევი, ამერიკელები ჩადებენ ძალიან დიდ თანხებს რკინიგზაში, სახმელეთო მიმოსვლაში, უსაფრთხოების კომპონენტი იქნება უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აღმოსავლეთიდან წამოსული თვისების დიდი ნაწილი სწორედ ამ გზაზე გაივლის. კარგად გიხსნით? გაივლის იმიტომ, რომ ამერიკელები არიან დაინტერესებულნი, გაივლის იმიტომ, რომ მშვიდობა ამ რეგიონში, უკვე დამყარებული რეგიონის ამ ნაწილში და ირანის ჩრდილოეთით კი მდებარეობს 100 მეტრში ეს
კონკრეტულად ეს ტრიპი, მაგრამ იქაც მომრგვალდება უსაფრთხოების პრობლემები აღარ იარსებებს და ამ თვალსაჩინოთაც უნდა იყოს მშვიდად შეერთებული შტატები და კავკასიის რეგიონი, ანუ იქ ვერაფერს ვერ არის და ეს იქნება ჩვენი არა კონკურენტი, არამედ ალტერნატივა. მოცემულ ეტაპზე არის კონკურენტი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცით რა სიზავს საქართველოს ხელისუფლება პრინციპში როგორ არ ვიცით. ვიცით რომელია საქართველოს ხელისუფლება ხსენებულ რკინიგზას, რომელზეც ვილაპარაკებს საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთს, არაფერს არ გააკეთებს და გაუკეთებს, არ გაუმჯობესებს და საქართველოს რომელიც წამყვანი სახელმწიფო იყო სწორედ შუადერეფრის კონტექსტში, საქართველოს ახლა გეოპოლიტიკურ ჩიხად იქცევა. მამა ალიევისაგან განსხვავებით, შვილი ალიევი ხელს არ გამოუწვდის საქართველოს მმართველს. მამა ალიევმა ედუარდ შევარდნაძესთან ერთად განსაზღვრა საქართველოს აზერბაიჯანისა და საქართველოს გეოსტრატეგიული ფუნქცია მაშინ, როდესაც სომხეთი პრაქტიკულად იზოლირებული იყო. ახლა როცა სომხეთი დეიზოლირებულია და როდესაც აქაურ ხელისუფლებას ისეთი სანაცნობოც არ ხავს, როგორც ხავდა ედუარდ შევარდნაძეს ესოდეთ მნიშვნელოვანი მამა ალიევისათვის. და როდესაც აქაური ხელისუფლება ფრიად არაადეკვატურია შევარდნაძისაგან განსხვავებით, შვილი ალიევი, ანუ ილხამი ბიძინას რამდენჯერაც არ უნდა შეხვდეს, არა დაეხმარება და თუ დაეხმარება მხოლოდ მისი პირობებით, ანუ მარტო მისი პირობებით, ეს ეხება ყულებს, ეს ეხება ბათუმს, ეს ეხება ფოთის ტერმინალებს და ასე შემდეგ. ანაკლიასაც შესაძლოა და ასე შემდეგ. ანაკლიაზე გამახსენდა რამდენი წლის წინ უნდა აშენებულიყო ანაკლია და ახლა ეკონომიკის სამინისტრო კი ამთლიანად მთავრობამ სრულიად ახალი ფორმით აშენება შემოგთავაზა ქართულ საზოგადოებას, ოღონდ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით რუსეთის კარდახის გამო ანაკლიის ბორცვს არასოდეს არ ააშენებს. ეს კარგად უნდა გავიგოთ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები მოიფიქროს და თქვას, რომ ეხლა ამ ფორმით ავაშენებ, ან ეხლა იმ ფორმით გადავცემ ინვესტორს, რომ გაივლის რამდენიმე წელიწადი საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ ფული არ ეყოფა საიმისოდ, რომ თვითონ ააშენოს, თვითონ ჩადოს მილიარდ ნახევარი დაახლოებით დოლარი ანაკლიის პორტში და შესაბამისად ეს დღეს გაანონსებული დღეს ნათქვამი სიტყვა, რომ ამ წესით აშენდება და მერე უკვე პარტნიორები შემოვლენ იმ წესითო, ესეც აგენ ახავთ თქვენ, თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება, ესეც ჩავარდება და ახალ ტენდერს თუ რაღაცას გამოაცხადებენ, პირობითად 2030 წელს ხმეთმა უკნას, რომ ესენი დარჩნენ 2030 წელს საქართველოს მმართველებად და საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს მისიას კარგავს ამასობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ტრიპი გაჩნდა. და ტრიპი როცა ამუშავდება, აშენდება და ამუშავდება, მერე უფრო სერიოზულად დაკარგავს საქართველოს საკუთარ ფუნქციას. ას უნდა შორებოდეს ამასობაში პატიოსანი ხელისუფალი უნდა ამბობდეს, რომ საქართველოს გაარემონტებს რკინიგზას, საქართველოს სწრაფად ააშენებს ინვესტორებთან ერთად ანაკლიის პორტს, საქართველოს ზეგამავალი გზები იქნება ადეკვატური ევროპული სწრაფგამტარი, ნორმალური, კარგი, საუკეთესო და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ ვიქნებით ადეკვატური სახელმწიფო აი ამ პროექტებში და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ამასობაში ლევან მაჭავარიანის სახით ამ შემთხვევაში ლევანი ქვია? ხო, ლევან მაჭავარიანის სახით ამ შემთხვევაში და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება დაწოდებული ბანდის სახით ცალკეული პირები, მათ შორის ლევან მაჭავარიანი ამბობენ შემდეგს. დიდი დრო არ ითმენს, შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, დავეთანხმოთ. ევროკავშირს საქართველოს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. არა, ტყუილია ბატონებო. თუ ტრიპი აშენდა, საქართველოს საერთოდ აღარ დასჭირდება ამგვარი საქართველოს საერთოდ აღარ დასჭირდება ევროკავშირს, რომ ვიცოდეთ მაინც. აღარ დასჭირდება ეს ეხლა შეიძლება რაღაც აქტუალობა აქვს, მაგრამ ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება, რომელიც ესოდეთ არაადეკვატური და არადემოკრატიულია, ევროკავშირი ფეხებზე დაიკიდებს, მათ შორის შუადერეფანსაც და გაგიკვირდებათ და მართალის იქნება. ესენი ვაჭრობენ საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობით, რომელსაც აკი გითხარით ალტერნატივა გამოუჩნდა. ალტერნატივის სრულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოსზე არსებული პროექტები დარჩება, ბაქო-თბილისი ჯეიხანი, მაგრამ ახალი პროექტები საქართველოსზე გამავალი აღარ განხორციელდება, მათ შორის არ ვიცი გიხსენეთ თუ არა, მეგონი გიხსენეთ, ასე მაგალითად ტრანსკასპიური გაზსადენი, რომელმაც თურქმენული გაზი 30 მილიარდი კუბური მეტრი ყოველწლიურად უნდა ჩაიტანოს სამხრეთ ევროპაში და რომელიც ასაკვირველია საქართველოსზეც უნდა გამოეარა ამ გაზსადენს
ანუ თურქმენეთში უნდა ჩაეყვინთავს კიდეც გასცადენი, ამოყვინთავს გასცადენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იქიდან უნდა წამოსულიყო საქართველოზე, მაგრამ ტრიპის გაჩენის გათვალისწინებით ეს გასცადენი ალბათ მაინც გაივლის უკვე შემდგომ სომხეთზე, იმიტომ რომ მაჭავარიანები და კობახიძეები, ივანიშვილის ფრთქვეშ მოქცეულები მართავენ ამ ქვეყანას. ასე რომ საქართველო აკარგავს თავის ფუნქცია მისიას და საქართველო რუსეთის ფეხსალაკ სახელმწიფოდ იქცევა. ეს ვიცოდეთ, იმიტომ რომ უნჯები, უვიცები, რუსები არა ადეკვატურები, აგრეთვე შიზოიდები მართავენ ამ ქვეყანას. მაგრამ ეს ყველაფერი რას საკვირველია და მოსწორდება. ეს ყველაფერი და მაჭავარიანიც დასრულდება მაჭავარიანი, რომელსაც რო კითხო ახლა სად არის, აი მანახე სახელმწიფო, მანახე პროექტები შუა დერეფლისათვის, მაჭავარიანი ამ პროექტებზე ვერ დაგელაპარაკე. უვიცია და იმიტომ უვიცია ის და უვიცია მისი ყველა ხელმძღვანელი. და ხმამაღალი სიტყვები წავიდნენ და ითამადოთ სადმე ირაკლის არქუა, სადაც იქნება იმ სუფრაზე მაინც.